რაფაელერის თავის სასახლე და პრობლემები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ექმნება. რთული პირობების გამო ექსპონატები ზიანდება. ფონდში დაცულ 6000-ზე მეტ სხვადასხვა სახის სამეცნიერო მასალას სათანადო პირობები სჭირდება. ქართველი მწერლის, ეთნოგრაფის, ლექსიკოგრაფისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმი არაერთ ექსპონატს ინახავს. პირვანდელი სახით არის შემონახული რაფაელერის თავის ბავშვობის დროინდელი სახლიც. წლებმა მას მძიმე კვალი დაატყო და სავალალო მდგომარეობაშია. გადაურჩება თუ არა რაფაელერის თავის მუზეუმი დანგრევას იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დაიწყება ერისთავების საგვარეულო სახლის რეაბილიტაცია. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში პრობლემები უკვე შეისწავლეს. მოსაგვარებლად შესაბამისი გეგმაც აქვთ, სამუშაოების დაწყებისთვის კი დახმარება ცენტრალური ხელისუფლებიდან სჭირდებათ. ეს შენობა გახლავთ 1800-იანი წლების დასაწყისში აშენებული რაფაელერის თავის მამის მიერ გახლავთ აშენებული. ეს შენობა უკვე 2 საუკუნეზე მეტ სითვლის და დღეს აი ეს მძიმე პირობები, რაც ამ მუზეუმში არსებობს, სწორედ მისი სიძველიდან გამომდინარეობს. ერთ-ერთი პრობლემა, რაც ძალიან აწუხებდა მუზეუმს, რომ წყალი ჩამოდიოდა 2017 წელს მოგვარდა, სახურავი შეიცვალა, განახლდა, მაგრამ ამჟამად თვითონ შენობა საჭიროებს სასწრაფო და გადაუდებელ რეაბილიტაციას. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან და გვაქვს დაპირება, რომ უმოკლეს ხანში ეს პრობლემა აღმოიფხვრება. შენობას საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას, იმიტომ რომ ავარიულ მდგომარეობაშია და საშიშია, რომ შეიძლება რაღაც მომენტში ისეთი რამე მოხდეს, რომ გამოუსწორებელი. ასევე თვითონ ექსპონატებისთვისაც არასათანადო პირობებია, არ არის სათანადო კლიმატი, ანუ ზაფხულში სიცხე აწუხებს, ასე ვთქვათ, ზამთარში სიცივე. მას ერთი ტემპერატურა ჭირდება, რადგან ჩვენს მუზეუმში ექსპონატების მრავალფეროვნება გახლავთ, გვაქვს ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ეპოქალური ნივთები, მემორიალური ნივთები და აი ყველას თავისი სათანადო პირობა ჭირდება, ეს ხის მასალა, ჭიისგან ზიანდება, ასევე მღრღნელებისგან, აი მისი სიძველიდან გამომდინარე არის ისეთი ადგილები, რომ ადვილად აღწევს მღრღნელი ამ შენობაში. სარეაბილიტაციოა სრულად ეს შენობა, მაგრამ რეაბილიტაციის გარდა ამ რაფაელერის თავის სახლ-მუზეუმს სჭირდება ცალკე ფრიგელის მოდგმაც, ანუ გაფართოება, ძველი ფასადის დაბრუნება, იქ წინ ასე ვთქვათ, შუშაბანდი აქვს და ეს უნდა მოიხსნას და ეს თავის თაღოვანი თაღები უნდა დარჩეს, ისე როგორც ძველი იესახე იყო. ამასთან გახსოვთ, ჩვენ ეს ძალიან გული შეგვივა და ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია ჩვენი რაფაელერის თავი და გვინდა ამ პროექტის გახორციელება. გეგმაში გვიზის წელს ამ ჩვენი ბიუჯეტით, ასე ვთქვათ, მთავრობის დახმარება დაგვჭირდება, ამასთან კონსულტაციასაც გავდივართ და გვინდა რომ რახამ გავაკეთებთ, ჩვენ მათ მისასვლელი გზა გავაკეთებთ, ყვაფენილი მოეწყო და ასევე გვინდა რომ ასე ვთქვათ მაგახო რაღაც ისეთი ლამაზი მუზეუმი მივიღოთ, რომელსაც ელისყლება აღარ დაჭირდება და ასე ვთქვათ ერთ-ერთი ტურისტულადაც მნიშვნელოვანი იქნება და ასევე განათლების კუთხითაც აუცილებელია ყველა სკოლის ბავშვი იყოს ამ მუზეუმში ნაყოფი და მინდა რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ საბოლოოდ.